ვარ ნინა ჭანტონიშვილი 9 წლის. ვსწავლობ იუჯის სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის სიმღერა, ცეკვა, ხატვა და ფეხბურთი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ვცეკვავ მთაწმინდაში. მახსოვს პირველი დღე ცეკვაზე რომ ვედი ძალიან ნერვიულობდი. იმიტომ ნერვიულობდი რომ ბავშვებს არ ვიცნობდი და ცეკვა არ ვიცოდი. თავიდან ყველაზე მეტად გამიჭირდა ცერებზე დადგომა. ყველაზე ადვილი იყო ფეხის მოძრაობა. ჩემი საყვარელი ცეკვა არის მთიულული. საყვარელი ლეთი არის ეს. ჩემი ქორეოგრაფია ლელა მასწავლებელი. ის არის ლამაზი, ზოგჯერ ბრაზიანი და ხიარული. ჩვენი ანსამბლი 10 დღით ვიყავით ბაკურიანში. 8-ზე ვიღვიძებდით, 3-ჯერ ჭამდით, 3-ჯერ ცეკვავდით და ვისვენებდით. კარგად გავერთეთ და ძალიან მოგვეწონა. ჩემი პირველი კონცერტი მინდა იყოს იტალიაში და მექნება კიდევაც. მასწავლებელმა დაგვირდა თუ კარგად ვიცეკვავთ, წაგვიყვანს აუცილებლად. ის სამოგზაუროდ მინდა წავიდე კორეაში. მე ვაპირებ კიდევ ვიცეკვავ 25 წელი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემი ვისწავლე. როგორ ვისწავლე და YouTube-ში ვუყურებდი და დედაც მეხმარებოდა. მე ვიცი გოგოს ხატვა, ყვავილის ხატვა, გემის ხატვა, მთების ხატვა, ზღვის ხატვა და სახლის ხატვა. ყველაზე კარგად გამომდის ყვავილის ხატვა და გოგოს. ჩემი საყვარელი ფერი არის ვარდისფერი და არ მიყვარს მწვანე, რადგან ძალიან უშნო ფერი. მინდა ისე კარგად ხატავდე, რომ ჩემი ნახატები გავყიდო. თითო ნახატი ეღირება 10 ლარი. ბევრი ფული რომ მქონდეს, წავიდოდი და ვიმოგზაურობდი ბევრს. ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნიან. ამ ბოლო დროს მაჩუქე საპრანჭაო საღებავები. გაპრანჭვა მიყვარდა ძალიან მიხდება. ძალიან ლამაზი დედიკო მყავს, მაგრამ ყველა მეუბნება რომ უფრო ლამაზია. ზოგჯერ ვიპრანჭებით ერთად და მივდივარ დაბადების დღეებზე. გაპრანჭვის მერე ყველაზე მეტად მიყვარს სტუმრობა ჩემ ბიძაშვილთან აკასთან. ჩემი სკოლა მიყვარს ძალიან, რადგან კარგი კლასელები მყავს და მასწავლებლები. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ელენე ჯოყილაძე. ყველაზე ჭკვიანია ნატალი ბოლქვაძე. ყველაზე მშვიდია ანდრია ყურშუბაძე. ყველაზე ცელქია ლაზარე ტარიელაძე. მე ვარ ყველაზე ლამაზი და ნიჭიერი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ლემან ბაკურიძე. იმიტომ რომ ლამაზია, არ ყვირის, არ გვეჩხუბება და ხიარულია. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. სახლში ვცხოვრობ მე, დედა და მამა. მინდა მყავდეს 2 და 1 ძმა. დედის ერთობა იმით არის კარგი, რომ უფრო მეტ ყურადღებას მაგცევენ. ცუდი იმითაა, რომ მარტო რო ვარ ვერ ვერთობი. მამიკო არის სიმპათიური, ჭკვიანი, დაფიქრებული და სახალისო. დედიკო არის ჩემსავით ლამაზი, ჭკვიანი, გამობრანჭული და მზრუნველი. ძალიან კარგი დიასახლისია და ძალიან კარგ საჭმელებს აკეთებს. ყველაზე მეტად მიყვარს დედიკოს გაკეთებული პიცა. ისე ჩემი საყვარელი საჭმელია შემწვარი კარტოფილი. თუ ძამშია, მეც ვიცი საჭმელების გაკეთება. მე ასევე მიყვარს ფილმების წოდება და ჩემი საყვარელი ფილმია ჰაჩიკო. ეს ფილმი არის სახლზე და ძალიან კარგი ფილმია, გირჩევთ რომ უყუროთ. სიმღერა ძალიან მიყვარს, მაგრამ სამწუხაროდ მიკროფონი არ მაქვს. ზოგჯერ სახლში დედიკოს და მამიკოს ვუტარებ კონცერტს. ჩემი საყვარელი სიმღერაა Gnarly. You could describe everything one single word. You know, like bubble tea, gnarly, Tesla, gnarly, fried chicken, gnarly, party over heels. This song, gnarly. Oh my God, on a beat. Is this real? Everything's gnarly. Oh, what it's skanking. Oh, not skanking. მე ძალიან კარგად ვიცი ინგლისურად და კიდევ მინდა ვიცოდე ესპანური. ჯადოს ნორჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდით ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 2 სართულიანი, აუზით, ეზოც იქნებოდა და საქანელი. ეზოში მეყოლებოდა ვარდისფერი BMW. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი?
ჩემი აზრით ყველაზე ცნობილი ადამიანია ელენა ჯოყილაძე. ის არის ჩემი კლასელი და საუკეთესო მეგობარი. შემდეგი მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაშია ფეხბურთი. დრო რომ მქონდეს სიამოვნებით შევიდოდი. შიდა გოლების გატანა. მაქვს ძალიან ძლიერი და ზუსტი დარტყმა. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მიქაუტოვი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. სიამოვნებით ვითამაშებდი საქართველოს ნაკრებში 7 ნომრით. ჩვეულებრივი თამაშებიდან მიყვარს მგელობანა. ყვავილებიდან მე ვგავარ იას, რადგან ჩემი სავით ნაზი და ლამაზია. ჩემი ოცნებაა, რომ სასწავლებლად წავიდე ლონდონში. ბედნიერება არის სწავლა, დედიკოს და მამიკოს ჩახუტება და საჩუქრები. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.